ზირთადი ქართლი თქვენი კოალიციის ირგვლივ არის, ხომ არ არის სიახლეები თქვენს პოზიციებში? რა თქმა უნდა, არა, ჩვენ შევთავაზა საზოგადოების მშენებლობა და ეს მშენებლობა აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვექნათ წინააღმდეგობა ამ რეჟიმის მიმართ, წინააღმდეგობა ყველა შესაძლო ადგილზე, სადაც შესაძლებელია გაუწიო წინააღმდეგობა და შეებრძოლო მას. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი აზრით აუცილებელი, რომ უბრძოლოთ ეს რეჟიმი ვერაფერს ვერ დაეპატრონოს. და 26 ოქტომბრის არჩევნებმა გვაჩვენა, რომ ეს იყო აბსოლუტურად გამართლებული, რომ ჩვენ შევედით ამ არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ სასამართლო არის კონტროლირებადი, პროკურატურა არის სრულად კონტროლირებადი, CSKO არის სრულად კონტროლირებადი, თავმჯდომარე ვიცოდით, რომ ქართულ ოცნებამ დანიშნა, ჩვენ შევედით ამ ბრძოლაში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა და ამან მოიტანა ის, რომ დღეს ამ ხელისუფლებას არ ცნობს დასავლეთი და ეს არის იზოლირებული. ამ ბრძოლამ მოიტანა ეს. არჩევნებში შესვლა მოიტანა ეს. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ შენ არ შეებრძოლები, მაშინ რეჟიმი ეუფლება ყველაფერს უბრძოლოთ, არანაირი ლეგიტიმურობის კითხვაც აღარ ჩდება არსად. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ჩვენო მეგობრებმაც დაინახონ და ყველამ და ჩვენო საზოგადოებამ, რომ ჩვენ უბრძოლოთ, არ ვაპირებთ დავთმოთ არც ერთი საბრძოლო ადგილი, იმიტომ რეალურად რასაც ეს ხელისუფლება აკეთებს დღეს, ეს არის ის, რომ დაეპატრონოს აბსოლუტურად ყველაფერს, ყველა ინსტიტუციას დაეპატრონა და ვფიქრობთ, რომ ამაზე სწორედ ეს მსჯელობა აუცილებელი, რომ არ უნდა მივცეს საშუალება მას, რომ უბრძოლველად დაეპატრონოს სრულად მათ შორის თვითმმართველობის ორგანოებს, უბრძოლველად ჩაიგდოს ის ხელში, გაყალბებას კი არ დაჭირდეს და ეს იქნება ჩვენი აზრით მათთვის ხელის შეწყობა. და ხშირად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ უნდა ბიზნესმა მანიშოს დასავლური პარტიების პროდასავლური ან ეროვნული ძალების მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში. ეს არის ფუნდამენტური, არალოგიკური განცხადება და ფუნდამენტური შეცდომა. იმიტომ რომ ბიზნესმა მანიშოს უნდა ჩვენი პარტიების გაქრობა პოლიტიკური ველიდან. არ მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა. გაქრობა უნდა. და ამისთვის ამზადებინებს კობახიძეს განცხადებას, სასარჩელო განცხადებებს ამზადებენ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო შეიტანონ მათ თქმეს 4 კოალიციის გაუქმების შესახებ. თუმცა თითქმის მიღებული ეს გადაწყვეტილება მათ დროში ოდნავ შეაყოვნეს და თქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. დღეს ალბათ ბევრ საწინააღმდეგო და ასე ვთქვათ სამომხრეო არგუმენტზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ ხო არ თვლით, რომ შეცდომა იყო ამ თემაზე დისკუსიის გახსნაზე თავის შეკავება, თუნდაც ერთი თვით ადრე და მანამდე, სანამ საზოგადოებრივი აზრი თავისი დაიწყებდა ისეთ მიდუღილს, რომ მათ შორის პოლიტიკური პარტნიორები აღმოჩნდებოდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ერთმანეთთან მიმართებაში აი სიტყვა ღალატის გამოყენებაც კი ისეთ ხშირი გახდა, რომ ეს შეუძლებელს ხდის შემდგომში. ძალიან გაართულებს ყოველ შემთხვევაში. მათი პრობლემაა, ვინც ამ ასე ვთქვათ, ამ ტერმინოლოგიას ხმარობს, ეს მათი პრობლემაა, იმიტომ ჩვენ არ ვაპირებთ დავესხათ არც ერთ ოპოზიციურ კოალიციურ ოპოზიციურ პარტიას ან ოპოზიციურ კოალიციას მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს განსხვავებული ხედვა, არ ვაპირებთ რომ დავესხათ თავს, მათი პრობლემა ვინც ამ ტერმინოლოგიას იხმარს. ამიტომ ეხლა ჩვენ გვჭირდება ფოკუსი კონდეს იმაზე, რომ დავასუსტოთ რეჟიმი ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია, გავაგრძელოთ პროტესტი. თავარი მოთხოვნები არის ეროვნული არჩევნები და პოლიტიკური პარტნიორების განთავისუფლება, ეს მოთხოვნები არ მოიხსნება მანამ, სანამ ისინი არ დაკმაყოფილდება. ეს არის თავარი მოთხოვნები. მაგრამ ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამავდროულად უბრძოლველად არ უნდა დაუთმოთ არც ერთი ადგილი. აი აქ არის ბატონ ბადრიუკაცრავით ჩაგეჭრებით საუბარი იმაზე, რომ ეს უკვე წაგებული ბრძოლა წინასწარ და შესვლა ეს არის არგუმენტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ხილული გასაგები არგუმენტია აუდიტორიის. არის გასაგები არგუმენტი, იმიტომ რომ ესე იგი ამ არგუმენტის ავტორი ამბობს, რომ უნდა ქონდეს გარანტირებული მოგება, რომ შეხვიდე. ეს ხო არასერიოზული არგუმენტია. გარანტირებული მოგება არა, ეს არის საუბარი იმაზე, რომ CSKO-ში არათუ შენი არ არის და გარანტირებული მოგება არ გაქვს მისგან, არამედ გარანტირებული წაგება გაქვს, იმიტომ რომ იცი რომ ის დაწერს იმას, რაც
სჭირდება ივანიშვილს. იგივე CSKO იყო 26 ოქტომბერს. და ეს იგივეა, რომ გეთქვა ჩვენი წინაპრებიც, რომლებიც ებრძოდნენ 20,000 კაცი წინააღმდეგობას უწევდა 150,000 მომხტურ არმიას და გეთქვა, რომ წინასწარ წაგებულია და რატო ახოცავ თავს 350,000-იან არმიას, ხო? ეს იმიტომ რომ ეს ბრძოლა არის აუცილებელი, რომ ტერი დაასუსტო, ხო? ეხლა იმაზე საუბარიც რო წინასწარ განწირულად თქმა იმის, რომ აი ყველა შემთხვევაში წააგებ, მე არ მაქვს ესეთი განცდა, ფიქრობ, რომ კონსოლიდირების შემთხვევაში საზოგადოების და ოპოზიციური ძალების კონსოლიდირების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია სერიოზული ბრძოლა გავუმართოთ. ეხლა თუ წინასწარ იტყვი, რომ მაინც წავაგებ, რატო შევი? ეს ნიშნავს, რომ მაშინ არჩევნებს შესვლაზე უარი უნდა თქვა. არჩევნებზე შესვლაზე უარი უნდა თქვა, სანამ არ გექნება ის პირობები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან შექმნილი და წარმოიდგინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილისგან ელოდე ისეთი პირობები შექმნას, როდესაც იქნება დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი CSKO, დამოუკიდებელი პროკურატურა. მაშინ ეს ხო ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება აღარ იქნება ეს. მაშინ ჩვენ სხვა ვითარებაში გადავალთ, მაგრამ ჩვენ ხო საუბრობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ყავს რეჟიმი, რომელმაც ყველა ინსტიტუცია ჩაიგდო ხელში და ამ რეჟიმისგან რაიმე დემოკრატიული ცვლილების მოლოდინი არის ილუზია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხმალ უნდა დაყარო და უარი თქვა ბრძოლაზე, ხომ? მე მახსენდება 90 წლები პროცესებში მონაწილეობა მიმიღია, იყო განხეთქილება ოპოზიციაში, ნაწილი ამბობდა, რომ როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ კომუნისტების მიერ დანიშნულ არჩევნებში. ეს იყო საკმაოდ დიდი ნაწილი ოპოზიციის, მაგრამ იყო მეორე მხარეს ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც ზუსტად გამსახურების ლიდერობით ჰქონდა თავმოყრილი და ამბობდა, რომ აუცილებელი არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტები, ანუ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ნიშნავდნენ არჩევნებს და მაშინ სასამართლოს მოგეხსენებათ ვის ხელში იყო პროკურატურაც და ყველა ძალოვანი უწყება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს იყო სწორი მონაწილეობა, მაშინ იყო სწორი მიუხედავად იმისა, რომ დანიშნული იყო კომუნისტური პარტიის მიერ ეს არჩევნები და იყო არასწორი ბოიკოტი, რომელიც მაშინ გამოუცხადა ოპოზიციის დიდმა ნაწილმა და სად მეგვიყვანა ამან მერე ყველა ნახეთ, ხო? და ამიტომ მე რისი თქმა მინდა, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ დაუთმოთ უბრძოლველად არც ერთი ადგილი. ეს უნდა იყოს ამოცანა. ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი. თქვენი საუბრეთ, იგივე CSKO იყო მაშინ, როცა შევედით არჩევნებში 2024 წელს, იგივე ინსტიტუტები იყო მიტაცებული, მაგრამ ამ ბრძოლაში შევედითო. ერთი სხვაობა, ამ ბრძოლაში შესასვლელად ყველა მზად იყო ოპოზიციის ფლანგზე, ყველა იყო ერთიანი მოგებისთვის განწყობილი. დღეს არის ამ ვითარებაში განსხვავებული რეალობა. თუ ეს რეალობა ვერ შეიცვალა და თუ თქვენ დარჩით მარტო ხარიასთან და თუნდაც იაგო ხუჩიას პარტიასთან ერთად. ასეთ მოცემულობაში გაქვთ თუ არა წინასწარი პოზიცია რასიზმად. და გიფიქრიათ თუ არა ამაზე, თუ ჯერ არ არის ამაზე. მე ვფიქრობ, რომ ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ პირიქით შევუწყოთ ხელი საზოგადოება დავარწმუნოთ, შეუძლია გამარჯვება. ის კი არ უჩიშინოთ, რომ წინასწარ წაგებული ბრძოლა. ჩვენ ახლა ბევრი გაკვეთილი მივიღეთ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. გაცილებით უკეთესად შეგვიძლია მოეზაროთ მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა იგივე მექანიზმს გამოიყენოს, მაგრამ თუ კი კიდევ ერთხელ ამბობ, თუ კი ჩვენ არ ვაჩვენებთ ჩვენს მეგობრებს მათ შორის რომ ვიბრძვით არჩევნების გზით ვითარების შესაძლებლად, ამ ბრძოლას თუ არ ვაჩვენებთ, მაშინ შესაბამისად ის ხარდაჭერაც აღარ გვექნება, რომელიც ქონდა ხო ამ პერიოდში, იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ჩვენ ნახეთ, რომ იგივე სერბეთში, სადაც გამოაცხადეს რამდენიმე წლის წინ ბოიკოტი ოპოზიციონერ პარტიებმა, რითი დამთავრდა ის მოგეხსენებათ? დამთავრდა იმით, რომ ვუჩიჩმა გაიყვანა თავისი სატელიტი პარტიები, ეგრეთ წოდებული მრავალპარტიული ფასადი შექმნა. არანაირი ლეგიტიმურობის საკითხი არ დამდგარა იმ პარლამენტის, არ დამდგარა ლეგიტიმურობის საკითხი, ხო? და შემდგომ მაინც მოუწია იგივე ოპოზიციური პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიღება ბევრად დასუსტებულებს. მე ისიც თქვა მინდა, ჩვენ ხო სხვისი მაგალითებით მაინც უნდა ვიხელმძღვანელოთ საკუთარის თუ არა, ხო? ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, იმიტომ რომ ასუსტებ ავტორიტარულ ძალას.
ბრძოლა ასუსტო, უბრძოლელად დათმობა აძლიერებს. უბრძოლელად დათმობა ნიშნავს, რომ ის კიდევ მეტად მოახერხებს კონსოლიდირებას თავის ძალაუფლების. მაგრამ ბრძოლის შემთხვევაში ის აუცილებლად სუსტდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი უნდა გაჩერდეს, ან არ ნიშნავს იმას, რომ თავარი მოთხოვნები დღის წესრიგში არ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. თავარი მოთხოვნები არის ეროვნული არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ იმ პარლამენტს არაფერი არ ეშველება. ის არის 99 კაცისგან შემდგარი რაღაც დაჯგუფება, დარჩება დაჯგუფებად. არ ეშველება იმ პარლამენტს არაფერი, იმიტომ რომ ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს იმისათვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, ხო? შესაბამისად, და არის ერთპარტიული. იქ კრიზისი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყდება, როდესაც ჩატარდება ახალი ეროვნული არჩევნები ამ ქვეყანაში. მაშინ განემუხტება პოლიტიკური კრიზისი და განთავისუფლება იქნება პოლიტიკური პატიმრები. ეს არის მთავარი მოთხოვნები. ამას არაფერი არ ცვლის, მაგრამ არის დიდი პრობლემა თუ კი ხედავ, რომ დღევანდელი ხელისუფლება ეპატრონება ყველაფერს სრულიად თავისუფლად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. არანაირი, ასე ვთქვა, ლეგიტიმურობის თემაც კი არ დგება, იმიტომ რომ არავინ არ უწევს წინააღმდეგობას და შესაბამისად ის შვიდად ეუფლება ყველას, მუნიციპალიტეტს, ყველა ქალაქს და აღარც დგება საკითხი საზოგადოდ, რატომ უნდა კონდეს ამ კონკრეტულ ქალაქში მაგალითად იმ არჩეულ ეგრეთ წოდებულ მერს ლეგიტიმურობის პრობლემა. აღარ ექნება, იმიტომ რომ არ არის ზღვარი დაწესებული, მოიყვანენ მინიმუმ 35-40%-მდე ამორჩეველს, მინიმუმ. რამდენიმე პარტია დღესვე აცხადებს მონაწილეობის სურვილს, შექმნიან მრავალპარტიულობის განცდას და თავისუფლად დაეპატრონებენ ყველაფერს. ამ დროს მთავარი ოპოზიციური პარტიები უნდა დარჩნენ თამაშგარეთ მდგომარეობაში. ეს არ იქნება ამ ქვეყნის ინტერესებში და არ ჩვენი ხალხის ინტერესებში. შეკითხვა მაქვს ასეთი, ჯერ შეკითხვამდე გნებავთ რეპლიკა დავარქვათ ამას, გნებავთ შეკითხვა. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას დროს იმ არჩევნებს, შესაძლოა ამ ხელა უპირატესობასაც მაშინ არავინ ელოდა, როგორც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა იმ არჩევნებში, მაგრამ დიდასურებ თუ არავინ ელოდა. დიახ, ამ ხელა უპირატესობა შეიძლება არა, მაგრამ იმ არჩევნებამდე ფაქტმა აჩვენა თვითონ არჩევნების შედეგმა, რომ ის არჩევნები მოგებული იყო არჩევნებამდე 99 წლის შემდეგ იმ ხელა გავლენა თქვენ ახლა იქ იყავით არ იყო ეს ჩვენ არ ველოდებოდით ესეთ ჩვენ ნახეთ ის აქტიურობა ძალიან დასუსტებული იყო მიუხედავად იმისა რომ კომუნისტები მართავდნენ ქვეყანას გამსახურდიას უზარმაზარი გავლენა ჰქონდა ასე არ იყო საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი იყო უძლიერესი სტრუქტურა არანაირ დასუსტებული არ იყო ეს პირდაპირ გეტყვით რომ არ იყო მოლოდინი იმ ხარდაჭერის რომელიც მივიღო მაშინ გვამაგიდა ამ ხელა არ იყო ხარდა ეხლა კიდე იმის თქვა რომ არ იყო ესეთი ვითარება არანაირი გარანტია არ არსებობდა გამარჯვების იმიტომ რომ ყველა სტრუქტურას და მაროკო ქართული არამედ საბჭოთა კავშირის სტრუქტურების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ხო ეს ბრძოლა და არა მხოლოდ მათი წარმომადგენლების წინააღმდეგ საქართველოში და არ იყო დასუსტებული მაშინ უშიშროების კომიტეტი ეგრეთ წოდებული კგბ ძალიან ძლიერი იყო გადმული ჰქონდა ფესვები ყველგან მათ შორის ოპოზიციაშიც ხო ასე რომ არ იყო ეს ბრძოლა მარტივი და უფრო მეც გეტყვით მაშინ არ ველოდით ჩვენ იმ ხარდაჭერას რომელიც მივიღეთ მაგრამ დააფასა მაშინ ჩვენმა თანამოქმედებმა დააფასეს ეს გაბედულება დააფასეს ეს იყო გაბედულება ზვიად გამსახურდიამ გამოიჩინა გაბედულება იყო ხო რომ შეებრძოლა ამ დიდ მონსტრს ავლებთ ახლა ამ პარალელს მაშინდელ მე გაბედულებაზე საუბრობ ვავლებ პარალელს გასტარას შორის რომ როცა საუბარია როგორ ეს არჩევნები თუ შემდგომი არჩევნებიც როგორ ამ ხელისუფლებამ თუ დანიშნა რატომ უნდა მიიღოთ მონაწილეობა პირობითად თამო ხო ამაზე საუბარია ერთი ამ ხელისუფლებას არ დაუშნავს ეს თვითმმართველობის არჩევნები ეს არის კონსტიტუცია მე მეორეც მაგალითად მოყავს რომ საქართველოს კომუნისტური პარტიის მიერ დანიშნულ არჩევნებში მივიღეთ მეთქი მონაწილეობა და გავიმარჯვეთ მაშინ და ამით მიმახციეთ ქვეყნის განთავისუფლებას. მე მინდა ამით თქვა რომ თუ კი აქტიურია ჩვენი თანამოქმედი, თუ თავიდან დამარცხებულის ასე თქვა სულისკვეთებით არ შედიხარ ბრძოლაში და ამბობ რომ მე გაუწევ წინააღმდეგობას, მე შევებრძოლებ, მე შევეცდები
შევარყიო ეს ხელისუფლება ყველა ადგილზე სადაც შევალ. თუ ამ სულისკეთებით შეხვალ, მაშინ შედეგი იქნება. აი რაც შეეხება ძირითად შეკითხვას, რაც მინდოდა დამესვა. თქვენ ახლა მონაწილეობის სასარგებლოდ იცავთ პოზიციას ამ ჩვენს ეთერში, მაგრამ თქვენი პოლიტიკური ძალის ოფიციალური, ასე ვთქვათ, პასუხი, რაც მე გავიგე ამ დღეებში, არის ის, რომ თქვენ გადაწყვეტილება არ მიგიღიათ არც იქით, არც აქეთ, ხომ ასეა? თქვენ სამსჯელოდ გამოგაქვთ ეს თემა და გადაწყვეტილება არ მიგიღიათ. გამოგაქვს ის თემები, რომელიც ფიქრობ, რომ მოითხოვს სერიოზულ განჭას და არა ემოციურ განჭას. მე იცით რა მაინტერესებს. მხოლოდ ემოციური რეაქციით ეს სურს სწორედ ბიზნესმენის რომ ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ არა ცივგონებით, არამედ ემოციურად. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არ მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება. ამ არგუმენტებამდე მივიდეთ მაშინ. შეგიძლიათ გითხრათ, რაზე იქნება დამოკიდებული მონაწილეობის სასარგებლოდ ან მონაწილეობის საწინააღმდეგოდ თქვენი გადაწყვეტილება. რა ვითარება უნდა იყოს, როდესაც იტყვით, რომ მონაწილეობთ და რა ვითარება უნდა იყოს, როდესაც იტყვით, რომ არ მონაწილეობთ ამ არჩევნებში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები საზოგადოებრივ ჯგუფებთან, პოლიტიკურ პარტიებთან ამ შემდგომ დღეებში. ჩვენ ასევე მუდმივი შეხვედრები გვაქვს ჩვენ სამორჩეველთან და უნდა გითხრათ, რომ გამოკითხვებიც იქნა ჩატარებული იმისაც, რომ გავიგოთ საზოგადოების მოლოდინი ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ყველაფერს როცა თავს მოუყრით, შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ანუ ამ შეხვედრების შედეგად, რომელიც გვექნება საზოგადოებრივ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, ჩვენ სამორჩევლებთან, კოლეგებთან და ამის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილებას. ბატონო ბადრი, აი მე მგონია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, აი დავარქოთ ამას გაუგებრობის, წინააღმდეგობის, გაურკვევლობის არის ის, რომ ვერ მოხდა შეთანხმება საერთო სტრატეგიაზე ოპოზიციის. გულისხმობ რას? თქვენ ახსენებთ 90-იანების დასაწყისში აი მნიშვნელოვან არჩევნებს, სადაც გამსახურდია მართლაც შევიდა თვითმმართველობის არჩევნებში. გაბედული ნაბეჯი იყო. ობიექტურად რო ვახსენოთ, მანამდე იყო ბოიკოტი, რომელმაც აიძულა კომუნისტური პარტია თვითმმართველობის არჩევნები პირველად დანიშნული გადაედო, რაღაცა ცვლილებები შეატანინეს მაშინ კანონმდებლობაში და მერე ჩატარდა არჩევნები. არ ბოიკოტი ყოფილა, უბრალოდ მოლაპარაკება მიმდინარეობდა მაშინ და მოხდა ხო. ნუ ვიხმართ სიტყვა ბოიკოტს. ჩემი კითხვა რაში მდგომარეობს? რატომ ვერ მოხერხდა თუნდაც გაზაფხულის შუაში დავუშვათ, აპრილის შუაში, მე რატო დავსვი ის კითხვა, რომ ეს დისკუსია ადრე შიგნით რო დაწყებული იყო, იქნებოდა კარგი თქო, რა გაგებით, რომ რაღაც აი ამ სტრატეგიაზე ჩამოყალიბება მომხდარიყო, იმიტომ რომ მათ შორის წინააღმდეგობის აი ამ დღეს თუ არ ვშთები 295 ისე 195 დღეა ხო, ანუ ეს გრძელდება და ასე შემდეგ, მაგრამ ყველა ობიექტურად ვინც აფასებს ამას, გარდა ჩვენ თანამოქალაქეების შემართებისა და ასე ვთქვათ მოთმინების ყველაფერთან ერთად დაფასებისა, ჩვენ ხედავთ, რომ მხოლოდ ეს პროცესი შეიძლება საკმარისი არ იყოს საბოლოო შედეგისთვის, ხო? ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვანი არის დასავლეთის მუდმივი ყურადღებისთვის, იმ გარკვეული მორალური ვალდებულებით შეგრძნებისთვის, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებას საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ამ უწყვეტი პროტესტის და ამ ადამიანების პროტესტისადმი ერთგულების გამო ეს ფაქტორი არსებობს, მაგრამ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს თავისი სტრატეგია უნდა ჩამოეყალიბებინათ. ანუ პრეტენზია იმაში მდგომარეობს ამ შემთხვევაში ყველას მიმართ, რომ რატო ვერ მოხერხდა, რომ იგივე აი ამ მოთხოვნების წაყენების ნაწილში, თუ კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხი გარკვეული ალბათობით განიხილებოდა და ეს მართლაც კონსტიტუციური კალენდარის ნაწილია და არა ივანიშვილის დანიშნული, მაგრამ რომ საერთო პოზიცია ყოფილიყო, რომ აი ეს გააკეთეთ, ეს შემოთვლი, ეს კენთ, თორემ დაუშვათ წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ რაღაცას არ იზავს და რომ აი როგორც მაშინ თქვენ ახლა ზუსტად გამსახურდით ეს პერიოდს რო იხსენებთ, რომ მეტნაკლებად რაღაცა ისეთი ტიპის ცვლილებები მაინც ყოფილიყო, რომ უფრო მეტი ენთუზიაზმი გაჩენილიყო ამ არჩევნებში მონაწილეობის. კარგი კითხვაა. ჩვენ ეს პერიოდი სწორედ ხალხს უსვამთ, რომ თავარი გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ეროვნული არჩევნები. ხო, ჩვენ არაერთხელ გვითხოვს, რომ არ გვინდოდა ნაადრევად ამ დისკუსიის დაწყება, იმისათვის რომ ფოკუსის გადანა არ მოხდარიყო მთავარი თემებიდან და ეს არის ვადამდელი არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები და ასევე პოლიტიკური პარტიების განთავისუფლება, ამიტომ ჩვენ მათ შორის პრეზიდენტის წინააღმდეგობის პლატფორმაზე შევთანხმდით კიდევაც და ეს
ამაზე ჩემი კოლეგებიც საუბრობდნენ, იქ საუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ მიგვაჩნია ეროვნული არჩევნები უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნებამდე, ან თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. ჩვენ ამაზე შევთავაზეთ, მაგრამ ჩვენ არ გვიმჟელია რა ხდება მაშინ, თუ კი არ ტარდება ეროვნული არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებამდე და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. არ გვიმჟელია წინააღმდეგ პლატფორმაზე ამ თემაზე. ამიტომ ინტერპრეტაცია არის სრულიად მეუღებელი ნებისმიერი სხვა. ჩვენ შევჯერდით იმაზე, რაც შევჯერდით, რომ ვითხოვთ ეროვნულ არჩევნებს ან თვითმმართველობამდე, ან თვითმმართველობასთან ერთად. ამიტომ შემოვიდა, რადგან ჩვენ არ გვიმჟელია, რა ხდება მაშინ, თუ არ ტარდება ეროვნული არჩევნები თვითმმართველობის არჩევნებამდე ან მასთან ერთად, ახლა არ გვიმჟელია, ამიტომ შემოვიტანეთ ახლა სადისკუსიოდ, იმიტომ რომ დრო ნაკლები რჩება, იმიტომ რომ მოითხოვს მომზადება ჩვენ არჩევნებისთვის მზადება გჭირდება, ხო? არ შეიძლება ერთ კვირაში თუ დაიწყე ფიქს არჩევნებზე და მე აქ რაიმე აქტიური მონაწილე მიიღო. ამიტომ რადგან ჩვენ ამაზე არ გვიმჟელია, ამიტომ მოხდა ამ თემის შემოტანა სადისკუსიო. და რატომ საჯარო სივრცეში აი ამ პლატფორმაზე განხილვამდე? მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგაუსებ, ირაკლი კუპრაძის ასე ვთქვათ განცხადებაზე მოხდა რეაგირება, რომელმაც მოახდინა ამ დისკუსიის ესეთი ასე ვთქვათ სიცხარით წარმოშობა. სინამდვილეში ჩვენ ვაპირებდით, რა თქმა უნდა, ამ დღეებში კიდევაც მათ შორის პრეზიდენტთა ამ თემის განხილვას, მაგრამ რადგან დაიწყო განხილვა, ეს განხილვა გაგრძელდა. შესაბამისად, არანაირი განსაკუთრებულ რამ ირაკლი კუპრაძის აურო თქვავს, მოხდა შემდგომ ჩემი აზრით სრულიად უსამართლო, ასე ვთქვათ, ნიაღვარეს მიმართვა მის წინააღმდეგ, ასე რომ ჩვენ დაგეგმილი ქონდა სწორედ იმ დაგვარად ეს პროცესი, რომ უნდა გაგვეხილა პრეზიდენტთან და კიდევ ერთხელ ვაპირებთ კიდევაც განვიხილოთ კოლეგებთან, სხვა პოლიტიკურ აქტორებთან. მაგრამ ცოტა მოულოდნელი იყო იმდენად, რომ ცოტა დისკუსიის გახსნა. მითხრათ პრეზიდენტმა, იმიტომ რომ როგორც ჩანს აი ამ აქტივობას თქვენი მხრიდან ამ საჯარო დისკუსიის გახსნას ირაკლი კუპრაძის პოზიცია აქვს, ხომ ის არ არის რიგითი წარმომადგენელი. გასაგები, მაგრამ არანაირი განსაკუთრებული რამ მას არ უთქვას გარდა იმისა, რომ უნდა ვიმსჯელოთ ამ თემებზეო და არის ეს თემები, რომელიც მოითხოვს მსჯელობას. ის პოზიციონირებდა ისე როგორც მომხრე არჩევნებში გასulis ისევე როგორც თქვენ პოზიციონირებდა ისე როგორც უნდა პოზიციონირებდეს, რომ ეს არის თემები, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომელზეც არ არსებობს ერთნიშნულოვანი პასუხი. და ეხლა მესმის რომ იმდენად სენსიტიური ემოციური გარემო ვარ, რომ ნებისმიერი არარადიკალური ნათქვამი აღიქმება სრულიად სხვაგვარად, ხო? და ამიტომ მე მგონია ეს სენსიტიური გარემოს და ეს ემოციური ფონი არის იმის განსაზღვრელი, რასაც ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში. თორემ ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ის რაზეც შევთანხმდით აბსოლუტურად დადგულები ვართ იმ მოთხოვნის, რომ ეროვნული არჩევნები უნდა ჩატარდეს თვითმმართველობასთან ერთად ან მანამდე, მაგრამ ჩვენ არ გვიმშელია რა ხდება, თუ კი არ ხდება ეს მოთხოვნა არ კმაყოფილდება, მაშინ რას ვაკეთებთ? დრო რჩება ძალიან ცოტა. ამიტომ მოხდა ჩემი აზრით, მათ შორის ირაკლი კუპრაძის მიერ ამ თემის წამოწევა, ოღონდ ვფიქრობ, რომ სწორია დისკუსია მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება მოყვეს უკმაყოფილება და მესმის დაძაბული ვითარება ძალიან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი კიდე ყოველდღიურად ცდილობს თავის ძალაუფლების კონსოლიდაციას, სწორედ ამას ემსახურება ეს დისკუსია, რომ არ მოხდეს მისი ძალაუფლების კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია. ბანობადრე, ამ თქვენ ნახსენეთ სენსიტიურობა ეს ბუნებრივია, როცა ყოველი დღის გათენებასთან ერთად უფრო ნაკლები ლიდერი რჩება გარეთ, ივანიშვილი აგროვებს ციხეში პოლიტიკურ ლიდერებს, ეს არის მოცემულობა. ასეთ ვითარებაში, მიუხედავად თვითონ ამას ხაზს უსვამენ, რომ პოლიტპატიმრების გამო არა მხოლოდ და იმიტომ არა რომ თვითონ ციხეში არიან, როცა განმარტავენ საკუთარ არგუმენტებს, მაგრამ მაინც ვიკითხავ, პოლიტიკური ლიდერები ციხეში, ვინ იღებს არჩევნებში მონაწილეობას ასეთ დროს? ჩვენ ხვალ გვაქვს სასამართლო პროცესი, რომელიც შესაძლოა დასრულდეს ჩემი და მამუკა ხაზარის დაპატიმრებით. ჩემი შეხედულება ამის გამო არ შეიცვლება. თუ მე აღმოჩნდები ციხეში, ჩემი შეხედულება ამის გამო არ შეიცვლება. თუ მე მიმაჩნია რომ უნდა ვიბრძოლოთ ნებისმიერ ადგილზე, ჩემი მოწოდება იქნება ეს ბრძოლა გაჩაღდეს. მიუხედავად იმისა, მე ვიქნები საპატიმროში თუ არ ვიქნები, ხო? ანუ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, თუ ბრძოლა უნდა გაჩაღდეს მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებზე, მუნიციპალურ არჩევნებზე არ დაუცმო და შეებრძოლო
და შეარნჯღრიო ეს ხელისუფლება, მე ვიტყვი რომ მიუხედავად ჩემი პატიმრობისა, ეს ბრძოლა უნდა გაჩაღდეს. აი ეს იქნება ჩემი პოზიცია. თუ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, კიდევ ერთხელ მივიღებთ. კიდევ ერთხელ ხალხს შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცა უნდა ვიკითხო, მაგრამ თქვენ თქვით რომ ივანიშვილს ის კი არ უნდა რომ რაღაცა მონაწილეობა მიიღოს. გაქრობა. ეს მაშინ იმ ლოგიკას გვიკარნახებს რომ თქვენ და ბატონი მამუკა უნდა დაგიჭიროთ ბიზნე ივანიშვილმა ახლა. იცით რა, კიდევ მათი დათქვამიდან გამომდინარე, მათ ჩვენი ყოფნა პოლიტიკურ ველზე უქმნის დიდ დისკომფორტს. მათი ამოცანაა, რომ ჩვენ შეგვავიჭრონ პოლიტიკურ ველზე, ან ჩვენი გაუქმება მოითხოვონ თავიანთი კონტროლებადი საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, ან სასამართლო ასე ვთქვათ, სასამართლოებში გვატარონ, ახლა წარმოიდგინეთ პირდაპირ მიზნობრივი ეს იყო ხო პოლიტიკური დევნა რა საქმე მქონდა ჩვენი ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიასთან სადაც დაგვიბარეს რაღაც ესე იგი 2012 რომელი თანამდებობის პირები ჩვენ ვიყავით 2003-2012-ში ხო არანაირი საქმე პირველები მე და მამუკა ხაზარაძე დაგვიბარეს ხო იმიტომ რომ მათი ამოცანა არის ჩვენი დევნა ჩვენი დასუსტება ჩვენი დისკრედიტაციის ცდელობა არის მათი ამოცანა ისინი ვერ ხვდებიან რომ ამით პირიქით გვაძლიერებენ იმიტომ რომ გვაქვს დრო ერთი შეკითხვა მაქვს კიდევ აი მე კითხეთ ეს გარკვეულწილად და დაზუსტება მსურს ანუ თქვენ წინააღმდეგობის პლატფორმის მონაწილე ხართ ახლაც პრეზიდენტის გარშემო რაც არის შექმნილი ხომ ასეა მონაწილეობთ ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე მონაწილეობდით იქ თქვენს მამუკა ხაზარაძემ სწორედ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში უპასუხა შეთავაზებას ელენე ხოშტარიასი დღეს რაც წავიკითხე რომ მზად ვარ დისკუსია ხო ეს პლატფორმაზე იყო საუბარი არა სატელევიზიოზე არამედ რაღაც ტელევიზიოზე არა წინააღმდეგობის პლატფორმაზე მესმის იცით რა 4 კოალიციის მონაწილე იქ რამდენადაც მესმის ამ იდეას მონაწილეობის სასარგებლოდ მოკავშირეები არ ყავს, მაგრამ ახლა ამაზე არა მაქვს შეკითხვა ამ თემის გაგრძელება, ანუ თუ კი დგება რეალობა, როდესაც პრეზიდენტი არ ემხრობა თქვენს იდეას, უпростоრად განსახილველად შემოტანილ საკითხს, მოდი ასე ფორმულირებას გავუკეთებ, ნაციონალური მოძრაობა და ახალი კოალიცია ცვლილებისთვის, რომლებიც პირველ-მეორე ადგილზე გავიდნენ, ანუ კონდათ ელექტორალური მხარდაჭერა, ისინიც არ ემხრობიან, ანუ სამი დიდი მოთამაშე. პრეზიდენტი, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის. და ეს ასე შენარჩუნდა. იცით, ისეთი მწვავე განცხადებებია მათი მხრიდან, რომ ადარებენ ამას ღალატს, ადარებენ ამას რომ აი პროტესტს უმტყუნეს და ამ შემდეგ. იცით თქვენ ეს შეფასებები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამაზე პასუხის გაცემა. არა, მათი პოზიცია არის მყარი. რაც არ უნდა, ხო, ეს არის მათი პრობლემა, ეს ამას ამბობს. გადაარწმუნოთ თქვენ. ეს არის იდეა ამ ამბის. ან მათ უნდა გადაგარწმუნოთ აზრს დაგავს თუ არა. აი ამ სამი სწორედ ამ ტიპის საუბრებს ამ ტიპის ისინი არ იცვლიან პოზიციას. ეს სამი მოთამაშე რჩება თავის პოზიციაზე და სხვებიც არიან იქ ახლა მარტო ესენი არ არიან. ნიშნავს თუ არა რომ აზრს კარგავს თვითმმართველობის არჩევნებში. იცით რა, ეს ასე საკითხის დაყენება მე არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ მაშინ სხვაგვარად დავაყენოთ საკითხი. თუ აქეთ ორი დიდი კოალიცია სხვანაირად ფიქრობს რა უკნა მაშინ ხო ასეთი არა ეს ამიტომ არასწორი ახლა მაშინ გამოდის რომ რახან მე რაღაცას არ ვეთანხმები ამიტომ სხვამაც ჩემი პოზიცია დაიკავოს ეს არასწორი ორივე შემთხვევაში ვიღებთ ძიმე მდგომარეობას ამიტომ მე ვფიქრობ რომ თავარი არის გამოვიდეთ რა ჭირდება ჩვენ საზოგადოებას ხო თუ ჩვენი საზოგადოება მოელის ჩვენგან ბრძოლას ყველა შესაძლო ფრონტზე და არა დაუშვათ კაპიტულაციას თვითმმართველობის არჩევნებს კაპიტულაციას რომ მე არ შემოვდივარ რაც გინდა ის გააკეთე ხო ეს ჩემთვის კაპიტულაცია აქტიური ბოიკოტი აქტიური ბოიკოტი მითხარით სად მოხდა ეფექტურად როდესმე რომელიმე ქვეყანაში თუ სადმე იმუშავა ან საქართველოში არ მუშაობს ყოფილა თქვენ სერბეთი ახსენეთ მაგრამ აქტიური ბოიკოტი ანუ არ უნდა შედგეს მაშინ თქვენ ვერსიას ამბობს რომ არც ერთი საარჩევნო უბანზე არჩევნები არ უნდა შედგეს
ასე კონდა იმუშაოთ ამისთვის ბუნებრივი. ხო, ეს მე მგონი არარეალისტური ამოცანა არის. ის რომ საერთოდ არავინ მივიდეს ამაზე არ არის საუბარი. ფაქტობრივად დელეგიტიმაცია მოახერხოთ აი ამ დაწყებული ბოიკოტირების რეჟიმით სექტემბერში, ოქტომბერში. არარეალისტური ამოცანები. მე ვფიქრობ, რომ ის რომ ეხლა თქვათ, რომ საზოგადოება ეხლა საერთოდ აღარ მევარჩენებზე, თუნდაც მე როგორც გითხარით, მინიმუმ 35-40%-იანი გამოცხადება მაინც გარანტირებული ექნება ხელისუფლებას, იმიტომ რომ შეუძლია ყველა რესურსის გამოყენებით ეს ხალხი მიიყვანოს. ამიტომ და ასევე არის სხვა პარტიები, რომლებიც აცხადებენ მონაწილეობას მიიღებენ და უნდა გითხრათ, რომ არ არის მზაობა საზოგადოებაშიც აზრი გაყოფილი არის მონაწილეობის სასარგებლოდ. რაც შეეხება საზოგადოებას, როგორც აღნიშნეთ სოციოლოგიური კვლევა. ეს გაჩვენა თქვენ რეაქციებმა? ეს კვლევა გამოქვეყნდება. რეაქცია არა, კვლევა. გამოქვეყნდება. რეაქცია გვესვის, რომ აქტიური ადამიანები გამოქვეყნდება ეს კვლევა, და ჩვენს გვიჭირს ამ კვლევაზე საუბარი, რომ არ გვინახავს. გამოქვეყნდება ეს კვლევა, ჩვენ ხო, ეს არის პარტიის მიერ დაკვეთილი კვლევის მიმართ სხვა პარტიებს, მაგრამ მე მოვისმინეთ ვაჟდები. იქნება სხვა კვლევების, მე არ ველოდები, რომ სხვა შედეგები იქნება სხვა კვლევების. საუბრობდა, რომ რომელიღაცა ორგანიზაციებისაგან შეკვეთილი არის უკვე და 2 კვირის განმავლობაში უკვე შედეგი იქნება. მე ვფიქრობ, რომ იქნება არაერთი კვლევა, მაშინ სხვადასხვა მხრიდან დაკვეთილი, მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით ერთ-ერთი შედეგი იქნება, იმიტომ რომ ამას გვიჩვენებს სხვა კვლევების მანამდე ჩატარებული ადამიანების თუ არის დასმული შეკითხვები იმის შესახებაც, რა შემთხვევაში აქვს ეს მხარდაჭერა. სოციალურ კვლევას აქვს ჩატარების თავისი წესი და შესაბამისად ჩატარდა ისე როგორც სოციალური კვლევა მოითხოვს რომ ჩატარდეს. არავის წინასწარი, ასე ვთქვათ, დისპოზიციებით ვერ ჩატარდება, რომ უბიძგო პასუხისკენ. ესეთი რამე არ უნდა გააკეთოს კვლევარმა, ხო? კვლევარმა უნდა გააკეთოს ის, რომ მოპასუხე ამ შემთხვევაში რესპონდენტმა თქვას არა ინტერვიუერის ხო არა რაც სურს ინტერვიუერს, არამედ რაც ის ფიქრობს, ხო? ამიტომ მათ ძალიან ფაქიზად არის ჩასტარებელი ეს კითხვარებით, შესაბამისად გება იმდაბარად პროფესიონალების მიერ, რომ ეს იყოს მაქსიმალურად ობიექტური და არა ბიძგი არ იყოს, ასე ვთქვათ, ინტერვიუერის მხრიდან. არავის ამოცანა არ არის, რომ რაღაცა, ასე ვთქვათ, მიკერძოებული შედეგები მიიღო. ვის სჭირდება მიკერძოებული შედეგები, ხო? ჩვენ გვჭირდება რეალური სურათი ვიცოდეთ რა არის საზოგადოებაში. ამ არჩევნებში შესვლის შემთხვევაში და რას ეტყვით იმ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ თქვენ ამბობთ, რომ ეს კაპიტულანტური პოზიცია, მაგრამ ვინც ფიქრობს, რომ თუ ივანიშვილი ამ ჯერზეც ისევე გააყალბებს ამ არჩევნებს როგორც წინა და ოპოზიცია დარჩება ყველაფრის გარეშე, ეს საპროტესტო საზოგადოებასაც დაუკარგავს, ასე ვთქვათ, სურვილს. ჩემთვის არის გაუგებარი ამდენგვარი დაყენება საკითხს. ჩვენ რომ გაგვიყალბეს არჩევნები 26 ოქტომბერს, ამან საპროტესტო მუხტი გააძლიერა თუ შეასუსტა? მე ვფიქრობ, როდესაც ხედავს იგივე შენი საზოგადოება, რომ შენი იბრძვი, კი არა დაუთმე ყველაფერი, უბრძოლა არამედ იბრძვი, წინააღმდეგობას უწევ, ეს პირიქით ხარდაჭერას იწვევს. მე პირდაპირ გეტყვით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ელის ბრძოლას, მათ შორის საარჩევნო ყუთებთან, ელის ბრძოლას მიუხედავად იმისა, რომ იცის რა ვითარებაშიც ვიმყოფება. მედი გაქვთ, აი თბილისის დიდი ქალაქების შემთხვევაში აკეთებთ თქვენ აქცენტს, რომ მისი მოგება შეგიძლიათ? ობიექტურად, ხო? თუ ჩვენ მოვახერხებთ კონსოლიდირებას ოპოზიციური ძალების ობიექტურად, ხოლო რამდენიმე ციფრს გეტყვით და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ კარგად ამოხსენით გაყალბების მექანიზმები და შევძლებთ ჩვენი კონსოლიდირებული ძალისხმევით ამ გაყალბების მექანიზმების შერყევას, ნამდვილად შანსი გვაქვს, რომ გავანთავისუფლოთ, ამას უწოხებთ, გავანთავისუფლოთ ქართული ოცნებისგან დიდი ქალაქები. ამას უძახი განთავისუფლებას და არა არჩევნების მოგებას, ხო, მხოლოდ. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. ანუ ყველა ერთად ამ სესკოს პირობებშიც კი, თუ კი ჩვენ კონსოლიდირებულად, გონივრულად, რაციონალურად ვიმოქმედებთ. თუ ჩვენ საზოგადოებას ვეტყვით, რომ ეს წაგებული თამაში კი არა, ჩვენ შეგვიძლია ეს მოვიგოთ. იმიტომ ჩემი პირადი გამოცდილება გეტყვით, რომ არც ერთ ბოიკოტს არჩევნების შედეგი არ მოუტანია სასიკეთო და უფრო მეტ დიდ უკმაყოფილებას იწვევს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, რომ შენ უძოლველად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უთმობ ყველაფერს. თუმცა ბატონ ბადრი, აი ახლა რა პროტესტიც არის,
მე არ ვიცი თქვენ რა შეიძლება განსხვავებულად ხედავთ, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების საპარლამენტო არჩევნების მიტაცების შემდეგ კი იყო პროტესტი, მაგრამ ეს არ იყო ის პროტესტი, რომელსაც ამ ასე შეეძლო რეჟიმთან დაპირისპირება. ეს მაინც რა პროტესტშიც ახლა ვართ, უფრო მეტად შეიძლება მთლიანადაც უკვე არის 28 ნოემბრის კობახიძის იმ განცხადების შედეგი. ანუ ის პროტესტი, რაც არ დაიწყო რაღაც პროტესტი. ის არჩევნების შემდეგ ის პროტესტი არ არის ეს. ამიტომ თუ თვითმმართველობის არჩევნებშიც რაიმე მსგავსი გამეორდა და თან კონსოლიდაცია არ იქნა პარტიების, უდიდესი რისკია. არ ვიცი მეთანხმებით თუ არა, მაგრამ ამან შეიძლება ისეთი დარტყმა მიაყენოს პროტესტს, თუ კი ვერ გახვალთ კონსოლიდირებულად. შიშის გამო, რომ თუ შედეგს ვერ მივახციეთ, ამან შეიძლება რაღაც დააზიანოს. არა, თუ ეკადარი გარანტირებულად გეტყვით, რომ უბრძოლო და დათმობა ყველაფერს დააზიანებს, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონსოლიდირებას დღევანდელი ხელისუფლების ხელში და ჩემი აზრით პოლიტიკური პარტიების მართლაც გაქრობას, იმიტომ რომ ისედაც სურს ჩვენ წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი, ეხლა თუ სარჩელს შეიტანს, რა თქმა უნდა, რახან დაფერდა პატიციული კობახიძე პარტიების გაუქმებას დაკავშირებით, თუ ისედაც არჩევნებში არ იღებ მონაწილეობას, აგერ კობახიძე მაინც გაგვაუქმებს, ხო? ამიტომ თუ აქაც წინააღმდეგობას არ უწევ, იქ კობახიძე გაუქმებს. მაშინ შენ როგორც პოლიტიკური პარტიის როლი რა არის საზოგადოოდ, ხო? პოლიტიკური პარტიის როლი არის სწორედ სულ იმაზეა საუბარი, აი სად არის პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიის როლი არის რომ მოემზადოს არჩევნებისთვის და მაქსიმალურად თავისი წევრები, თავისი მომხრეები მიიყვანოს საარჩევნო ყუთებამდე. დაიცვას ხმები რამდენად შეძლება. ეს არის პოლიტიკური პარტიის ამოცანა და როცა პარლამენტში ან არის მუნიციპალურ ორგანოში მაქსიმალურად დაიცვას საზოგადოების ინტერესები. ეს არის პოლიტიკური პარტიის როლი. ხართ თუ არა რომ აი ეს პოზიცია, რასაც ახლა გვეუბნებით დაიცვათ საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც ახლა ძალიან კრიტიკულად განეწყო თქვენი პოლიტიკური ძალის მიმართ. მათ შორის იმ ხალხის, რომელიც აქტიურად იბრძვის რუსთაველზე და სხვა სივრცეში. მზად ხართ თუ არა მათთან ცალსახად. იმიტომ მე მინდა ერთი რამ თქვა. აბსოლუტურად კომფორტულია, რომ თქვა რომ არაფერს არ გავაკეთებ. თუ ნაციონალ კაცრავად ქართული ოცნება. არაფერს არ შეცვლის 4 ოქტომბრამდე მაშინ საერთოდ იგნორებას ვაკეთებ ამ არჩევნების ძალიან კომფორტული პოზიცია, არანაირი ძალისხმევა არ არის, არაფერს არ აკეთებ. ეს არის კომფორტული ვითარება და არავინ არ გაკრიტიკებს გარდა იმისა, რომ აუცილებლად საზოგადოება გადაგახდებინებს საფასურს მერე აუცილებლად, გარანტირებულად ის ხალხი, რომელიც მოელის შენგან ბრძოლას. გაცილებით დიდი დისკომფორტია, როდესაც უპირისპირდები ამ ხელისუფლებას, გაცილებით დიდი დისკომფორტია, რომ შედიხარ ამ ბრძოლაში, რომელიც იქნება მართლაც უთანასწორო, მაგრამ შენ აკეთებ მაქსიმუმს იმისათვის, რომ დაინახო შენმა თანამოქალაქეებმა, რომ შენ ყველაფერს იღებ, ყველაფერს წირავ იმისათვის, რომ მათი უფლებები, მათი ინტერესები დაიცვა. ეს არის უზარმაზარი დისკომფორტი, მაგრამ პოლიტიკური პარტია უნდა შეძლოს პოლიტიკურ პარტიამ დისკომფორტის ზონაში შესვლა და ამ ზონაში შესვლა ჭირდება ჩვენს ქვეყანას. სხვაგვარად ინერტულად დაკვირვება იმისი, როგორ ქართული ოცნება დაეპატრონება ყველაფერს, იგივე იმ საზოგადოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, რომელსაც ეხლა შეიძლება კრიტიკული შეხედულება ჰქონდეს ამ თვითმმართველობასთან და ამავდროულად მინდა არ დავაყენოთ ერთ სიფრთხეზე ეს სხვადასხვა თემები აბსოლუტურად. ეროვნული არჩევნები არის სხვა რამე. ეროვნული არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში კრიზისი ვერ განიმუხტება. პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. ეროვნული არჩევნები არის აუცილებელი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის და მისი მოთხოვნა უნდა გაგრძელდეს მუდმივად, სანამ არ ჩაინიშნება. უკვე რასაფუძვლით თუ კი თქვენ შედიხართ თვითმმართველობის არჩევნებში ლეგიტიმაციის აღიარების საკითხი დგება თუ არა? არანაირი კავშირი. როგორ უხსნით საერთაშორისო როგორ შეიძლება 99 ადამიანი ხო არ გამრავლდება უკაცრავად 99 ადამიანი როგორც იყო იქ ისევე დარჩე 99. მაგრამ თქვენ რახან მათთან ერთად მათთან რას ვაკეთებ გამოცული ვართ იქიდან. მათი ცესკოს ქვეშ
მათი ახალი კანონებით. აი იმ პირობებში, როცა თქვენ ამბობთ, რომ აი ხალხმა დაინახოს, ხალხმა როგორ უნდა დაინახოს თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, რისი პერსპექტივაც გვაქვს, თქვენ თუ სამწუხარო იქნება, თუ კი სხვა ლიდერებთან ერთად თქვენც იქნებით საკანში, თუ კი დამკვირვებლები იმის გამო რომ ფარა შედის ზალაში ახლა და ვეღარ დააკვირდებიან არჩევნებს და აღარ ექნებათ ამისი უფლება, ანუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის დააკეთე, ანუ თუ შენ არ გადადგე ეს ნაბიჯი, როგორ დაინახავ რომ არა აქვს დამკვირვებლის უფლება, ანუ შენ თუ არ გადადგე ნაბიჯი, არ გამოხედით კომფორტ ზონიდან და არ შეხვედით დისკომფორტის ზონაში და არ გაუწიე წინააღმდეგ ამ ხელისუფლებას, როგორ დაინახავ იმას, რომ გართმევენ ხმებს, შეკითხვა მაქვს. ვერ დაინახავ. მაშინ პირიქით ამით ლეგიტიმაციას ახდენ სწორედ მათ მიერ კონსოლიდაციას. კიდევ ერთხელ პირიქით არის. ერთხელ რომ დაინახე, ეს ხო არ ნიშნავს, რომ ფარხმალი დაყარო. იქ რო არ შევსულიყავით, ხომ მაშინ ლეგიტიმური იქნებოდა ეს პარლამენტი. ჩვენ ვარ შევსულიყავთ ბრძოლაში იმის გამო, რომ კანანდარიშვილია CSKO-ს თავმჯდომარე და სასამართლო არის ისეთი, როგორიც არის. ხო იქნებოდა ლეგიტიმური ეს ხელისუფლება დღეს. არანაირ კავშირში არ არის ლეგიტიმაციასთან. თვითმმართველობა არის სხვა რამე. პარლამენტის ლეგიტიმაცია ვერ მოხდება, მანამ სანამ ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება. იმიტომ რომ იქ 99 კაცია, ის ვერ გამრავლდება, ვერ გახდება 150. ამ ბრძოლაში პოლიტიკურმა პარტიებმა, მაშინ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ხო? შეგიძლიათ პოლიტიკურ პარტიებს იმაზე მაინც შეთანხმება, რომ აი პროტესტიც იყოს, არის გაგრძელ. არა, იბრძოლეთ იმისთვის, რომ ეგ შეცვალოთ. აი დაინახავთ არჩევნებამდე თუ ამას ცვლის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორ შეუძლია მიტაცება. მაგრამ აი ამ ძალისხმევა ერთდროულად უნდა გქონდეს. კიდევ ერთხელ ამბობ, აქ ულტიმატუმების დაყენება არის ძალიან ცუდი. და მე ესე ვფიქრობ და ამიტომ მე ვარ მართალი და არ მჭირდება ასე თუ განსხვავებული აზრი. ეს არის ცუდი. ჩვენ ასეთ ტიპის დისკუსიაში შეცვლას არ ვაპირებთ. ჩვენ გსურს დისკუსია ისეთი, რომელიც მართლაც არის არგუმენტებზე დამყარებული, წინა გამოცდილებაზე დამყარებული, სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დამყარებული, რომელიც მართლაც ითვალისწინებს საზოგადოებაში არა მხოლოდ ერთ ნაწილში არსებულ განწყობებს, არამედ მთლიან განწყობებს საზოგადოებაში. ხო, ეხლა პირობითად ვამბობ, საზოგადოების აქტიური ნაწილი, მაგალითად 20% ძალიან აქტიური ნაწილი ფიქრობს ერთგვარად, მაგრამ 80% ფიქრობს სხვაგვარად. მაგრამ ისეთი აქტიური არ არის. საბოლოო ჯამში ხო იქნება დიდი შეცდომა ამ 80%-ის მოსაზრების იგნორირება. ის იქნება ძალიან დიდი შეცდომა, მათ შორის დამაზიანებელი 20%-ისთვისაც. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ დაშვებიდან, იმ რეალობიდან, რომ დღეს საზოგადოებაში განწყობილებები არის სხვაგვარი, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ამავდროულად უპირობოდ, უბრძოლველად დათმობა ამ არჩევნების, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს, არც ლეგიტიმაციასთან პარლამენტის, არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რომ თითქოს პოლიტპატიმრების განთავისუფლებას გააადვილებს თვითმმართველობის არჩევნების სრულად დათმობა ქართული ოცნებისთვის. პირიქით, გააძნელებს. იმიტომ რომ მოხდება ქართული ოცნების ხელში ძალოფლების კიდევ მეტი კონსოლიდაცია ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. გაყალბების გარეშეც კი. იმიტომ რომ წინააღმდეგობა არ ექნება. და ჩაიგდებს ყველგან, ყველაფერს ხელში, ყველა რგოლის ისედაც ინსტიტუციები მიტაცებული აქვს და ყველა რგოლს ჩაიგდებს ხელში და ამის დამკვირვებლად ყოფნა იქნება შეცდომა. შენ მხოლოდ დააკვირდე ამას. მადლობთ. გასაგებია რომ თქვენი პოზიცია არის ესეთი თითქმის არგუმენტირებული თქვენ საკუთარ თავთან ასე ჩანს. მე ვალდებული ვარ, მე რასაც ფიქრობ, მათ უხრებს გაუზიაროს საზოგადოებას და გადაწყვეტილება მიღებული აქვს თქვენს როცა გვექნება გადაწყვეტილება შესაფერისი მიღებული, ჩვენ რა თქმა უნდა ამას გავაცნობთ საზოგადოებას პირველ რიგში. და მანამდე დარჩენილი არის რა? მანამდე ვაპირებთ გავაგზავნოთ, დიახ, გავაგზავნოთ შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამავდროულად კიდევ ერთხელ რაც ყველაზე მთავარია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მორჩევლებთან კონტაქტი და ჩვენი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, მხოლოდ და მხოლოდ იქნება განპირობებული რა არის ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებში და იმ ინტერესში რომ შეარყიო და დაასუსტო ხელისუფლება და არ შეუწყო ხელი მის მიერ ძალოფლების კიდევ მეტ კონსოლიდაციას. გმადლობთ. მადლობა ბადრი ჯაფარიძის კოალიცია. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით.